სამი მიზეზი მეგობრებო, რის გამოც ვერ ხდება დამოკიდებული ადამიანის გამოჯამთელება დილამშვიდობის. პირველი ეს არის პროკრასტინაცია. რა არის პროკრასტინაცია? ხო, ქართულად მეხვალიეობა. ანუ ადამიანი აკეთებს ყოველთვის გადადებას თავისი გამოჯამთელების, ელოდება რაღაც იდეალურ ორშაბათ დღეს, იდეალურ თვეს. მეგობრებო, არასდროს არ დადგება დამიჯერეთ ის იდეალური დღე. ყველაფერი რო დალაგებული იქნება შენ ცხოვრებაში, ყველაფერი რო იდეალურად იქნება და აი მერე წახვალ და გამოჯამთელდები, ეგ ტყუილია მეგობარო. პირიქით, უფრო მეტი შესაძლებლობები თუ გექნა შენ იმ მომენტში, როდესაც სუდად ხარ, თამაში გინდა, ლომგაში ხარ, პირიქით გამოიყენებ მაგ იდეალურ შესაძლებლობებს. ამიტომ ნუ დაელოდები მეგობარო იმ ორშაბათ დღეს და ნუ მოიტყუე თავს, რომ ეხა თვის ბოლოს ყველაფერს დავალაგებ და მერე დავიწყებ გამოჯამთელებას. ცხოვრებაში ყოველთვის იქნება ახალი გამოწვევები და თავი ყოველთვის შემოგთავაზებს რაღაც ახალ მიზნებს იმისთვის, რომ დარჩე მოხმარებაში. მეორე რაც არის, რის გამოც ვერ იწყებს დამოკიდებული ადამიანი გამოჯამთელებას, ეს არის ამპარტავნება. რას გულისხმობ ამპარტავნებაში? მიუღებლობა დაავადების. მე პრობლემა არ მაქვს. მე როცა მინდა მაშინ დავანებებ თავს. და ეს როცა მინდა მაშინ დავანებებ თავს, დაიწყო ამაზე საუბარი ალბათ 2010 წელს და მაგის მერე ამას საუბრობ, ხო? და პრობლემა გაქვს მეგობარო, რა შემთხვევაში იცი, თუ პირში ნადებ ქსინს იკეთებ, თუ სადღაც ბინძურვანაში გაკეთებულ მეტადონს იკეთებ, ალფა-პვპ-ს ეწევი და გლაზოგთან დგახარ, სლოტის აპარატში რიცხავ, რა სიგიჟეა, წარმოიდგინეს დასრული ადამიანი რიცხავს სლოტის აპარატში და გჯერა რომ რაღაცას მოიგებ. ბულბულატორთან დგახარ 24 საათი. დამოკიდებული ხარ, აბარა, ხო? დილიდან უკვე ხელი გიკანკალებს, რომ არაყი არ დალიო. რაც არ უნდა მოიტყუო თავი და ეხა სხვაზე ისაუბრო, რომ მე ჭაჭას არ ვსვამ და ჩივასი რეგალს ვსვამ, რა მნიშვნელობა აქვს? ღვიძლს ისიც დაგიშლის და ისიც. განსხვავება არაფერში არ არის. კოკაინი გაგიჩერებს გულს თუ ალფა-პვპ, ერთნაირად მოხდება ორივე. ამიტომ მეგობარო, ჯობს აღიარო პრობლემა უბრალოდ იმისთვის, რომ მალე მოიშორო ეგ ყველაფერი, მალე ჩადგე კალაპოტში, მალე დაებრუნო შენი ცხოვრება. და მესამე მეგობრებო, რის გამოც არ იწყებს დამოკიდებული ადამიანი გამოჯამთელებას, ეს არის შიში. ეშინია თითქოს, რომ აი თუ ეხლა ვაღიარებ ოჯახის წევრთან, ვიტყვი რომ მომხმარებელი ვარ, არ აქვს კონკრეტულად მნიშვნელობა, ეს იქნება თამაში, სასმელი, ნარკოტიკი, პლანი, დავკარგავ ოჯახის წევრს. მეგობარო, 100%-ით გაძლევ მაგის პირობას, თუ არ დაიწყებ გამოჯამთელებას, აი მაგ შემთხვევაში 100%-ით დაკარგავ ოჯახის წევრს, მეგობრებს, საკუთარ თავს და სიცოცხლეს. ეს არის 100%-იანი ჩემი მოგონილი არ არის დადასტურებული ფაქტები, კვლევები და სტატისტიკები აჩვენებს. და თუ ითხოვ დახმარებას, მიხვალ ოჯახის წევრთან და გულწრფელად გინდა გამოჯამთელება და ეტყვროთ, ცუდად ვარ და დამეხმარეთ, მე მჯერა რომ ყველა დაგიდგება გვერდში. და როგორც გუშინ ვიდეოში ვთქვი, თუ დაგჭირდა დახმარება და ვერ აწვდი ინფორმაციას რა არის დამოკიდებულება, შეგიძლია ცენტრში მოიყვანო ოჯახის წევრი და ერთად გადავცემთ იმ პრობლემას, რაც შენ გაწუხებს. დიდი მადლობა მეგობრებო, მე ყველას გისურვებთ შვიდ და პოზიტიურ დღეს და თხოვნა მექნება გამოიწეროთ ჩემი გვერდი. მადლობა.